მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 36. ჰელიუმზე შესრულდა ნახატზე გამოსახული 1 2 3 1 ციკლური პროცესიო. პირველ მდგომარეობაში აირის აბსოლუტური ტემპერატურა არის T0-იო, ესე იგი T1-ში ვითხრეს რო არის T0-ის ტოლიო. იდეალური აირის უნივერსალური მუდმივა არის R-იო და აგრეთვე P0 და V0-იც მოცემული ცნობილი სიდიდეებია და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ პირველი ეს არის აირის ნივთიერების რაოდენობა. ხო, მოდი ამისთვის გამოვიყენოთ კლაპეირონ-მენდელეევის იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება PV-უდრის ნიუ-RT-ს და ეხლა ეს განტოლება სამართლიანი არის ნებისმიერი მდგომარეობისთვის და თუ ნებისმიერისთვის სამართლიანია, მაშინ პირველი მდგომარეობისთვის რა თქმა უნდა სამართლიანი იქნება. ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ, რომ P1 V1-ზე უდრის ნიუ-R T1-ს, ხო, ნიუ და R მუდმივი სიდიდეები არის. ამ შემთხვევაში და აქედან გავსაზღვროთ ნიუ, ხო? აქედან ნიუ რის ტოლი იქნება? ნიუ ტოლი იქნება რისი? P1 V1 გაყოფილი R T1-თან. ასე. P1-ში აბა შევხედოთ, P1-ში აგერ ხედავთ P0-ია. P0 არის, კი ბატონო, წნევა V არის, V1 არის V0 შეფარდებული R-ჯერ T1-თან. T1 პირველ მდგომარეობაში ტემპერატურა კიდევ გითხრეს T0-იო, ამიტომ ეს კიდე T0-ზე გამრავლდება. ანუ რა დავწეროთ პირველის პასუხი? პირველის პასუხი ყოფილა ნიუ ტოლი არის P0 V0 გაყოფილი R T0-ზე. ასე? ეხლა გადავიდეთ მეორეზე, ეს იყო პირველი, ხო? ეხლა მეორეზე შევხედოთ, აბა მეორეში რა ხდება? აირის მიერ შესრულებული მუშაობა 1 2 3 1 ციკლური პროცესის დროს. ხო, მუშაობის გამოთვლა ფართობითაც შეიძლება. და მოდი ჯერ სტანდარტული გზით გავყვეთ. ესე იგი მეორეში რა გვაქვს? გვეუბნებიან, რომ ციკლი არის 1 2 3 1-დან იწყება, მერე 2-ში, მერე 3-ში, მერე 1-ში ბრუნდება. ანუ აი ესე მივანიშნოთ, რომ ციკლი რო ასეთი არის, ზუსტი არ იქნება. და მუშაობა, ესე იგი, მუშაობა 1 2 3 1 პროცესში ტოლი იქნება. ცალკე მუშაობის A1 2 პროცესში, დამატებული მუშაობა მერე 2 3 პროცესში და კიდე დამატებული მუშაობა 3 1 პროცესში, ასე ხო? ეხლა დავაკვირდეთ A1 2-ში მუშაობა რისი ტოლი იქნება. ეს ტოლი იქნება მუშაობის განმარტებიდან P საშუალო დელტა V, ხო? დელტა V 1 2-ში. ეხლა დავაკვირდეთ, აბა 1-ში და 2-ში, ხო, მოცულობის ცვლილება არ აქვს. იზოქროლია პროცესი. თუ იზოქროლია პროცესი, რეალურად ეხლა აქ უნდა დავწეროთ ჩვენ V2-ს მინუს V1, მაგრამ V2-იც და V1-იც, აგეთ V0-ის ტოლი არის. ანუ V0-ს გამოაკლდება V0 და გვჭირდება 0. ანუ აი ეს აქ რა წერია, 0-ია და P საშუალო 0-ზე რო გამრავლდება, ვიღებთ მუშაობას 0-ს, ნუ ასეც უნდა ყოფილიყო, რადგანაც იზოქროლი პროცესის დროს გაზი არც ფართოვდება, არც იკუმშება, არაფერს არ აკეთებს, ამიტომ მუშაობას რაღა უნდა შეასრულოს, ხო? ბუნებრივია. ანუ ეს არის 0. ეხლა შევხედოთ A2 3-ში რა იქნება? A2 3-ში იქნება შემდეგ გამოსახულება. ანუ აქ სტანდარტულად დავწეროთ P საშუალო. შეგვიძლია P მუდმივად შეგვეთვალა, მაგრამ არა უშავს იყოს ესე. დელტა V 3 2 3-ში, 2 3-ში ეს ტოლი იქნება. P საშუალო იქნება P 2 3-ში ვითვლით, ხო? P2 პლუს P3-ის ნახევარი V3 მინუს V2, ხო? V3 მინუს V2, ასეთი რაღაცა. P2-ში არის 3P0, კიდე 3-ში 3P0-ია, 3P0-ს რო კიდე P3P0 დაემატება, X-P0-ს მივიღებ და X-P0-ს რო 2-ზე გავყავთ, 3P0 გრჩება, ხო? 3P0 კიდე მრავლდება, V3-ში არის 5V0 და V2-ში არის V0. ანუ 5V0-ს კიდე რო V0 გამოაკლდება, დაგვრჩება 4V0 და ვიღებთ, რომ ეს ტოლია 12P0 V0-ის. ანუ აქ უნდა დავწეროთ, ესე იგი, აი ამისთვის 12P0 V0. და ეხლა ნახოთ A3-ში რა არის ახლა ტოლია? ეს ტოლი არის აქაც P საშუალო დელტა V 3-1-ში. ეს ტოლი იქნება P3 პლუს P1-ის ნახევარი გამრავლებული ცვლილებაზე V1 მინუს V3-ზე. P3-ში შევხედოთ, P3-ში 3P0-ია, 3 დავწეროთ, მოდით 3P0 პლუს P1-ში არის აგერ P0, კიდე P0 დაემატება, ხო? P0-ის ნახევარი იქნება და ეს კიდე გამრავლდება. V1-ში არის V0 და კიდე V3-ში რო გამოაკლდება V0-ს 5V0 მინუს 4V0 გრჩება. ეს გამრავლდება მინუს 4V0-ზე. ეს კი ტოლია 3P0 პლუს P0 არის 4P0, 4P0 რო 2-ზე გაიყოფა 2P0 არის. და 2P0 ჯერ მინუს 4V0 მინუს 8P0 V0-ს ვიღებთ. ანუ ამას კიდე უნდა გამოვაკლდეს 8P0 V0, რაც არის 4P0 V0, ხო? ასეთი რაღაც გამოგვივიდა. ესე იგი, დავწეროთ მეორეში რა გქონია? მეორე
A მუშაობა რომელ პროცესში ვართ, ხო, 1 2 3 1-ში ტოლი იქნება 4 უკაცრავად 4p0v0. ხო, ეს ახლა ამდენი რო არ გვეწერა, შეგვიძლია პირდაპირ ფართობი დაგვითვალა, ხო? აი თუ დავთვლით აი ამ ფართობს. ზუსტად მუშაობის ტოლი გამოდის, ნახეთ. ფუძე არის 3p-2p-0 2p-0 და სიმაღლე არის 4p-0 4v0 უკაცრავად. და ფუძის სიმაღლის ნამრავლი მოგცემს 8p0v0-ს და 2-ზეც რო გაიყოფა ფართობის ფორმულიდან პირდაპირ ვიღებთ ამ ფორმულას. შეგვიძლია ესეც გამოგვეყენებინა, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს გზა ისეთია, წყალი რო არ გაუვა, ხო? კი ბატონო. კარგით, ესე იგი, ეს მეორე მორჩით, ახლა გადავიდეთ მესამეზე. აბა შევხედოთ მესამეში რა ხდება. მესამე, ხო, მესამე. 1-2 პროცესში აირის მიღებული სითბოს რაოდენობა. მოდი, ხო, ესე იგი, თუ გაინტერესებს ერთო პროცესში, ხო? ეს ტოლი იქნება, მოდი გამოვიყენოთ თერმოდინამიკის პირველი კანონი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რომ მიღებული სითბოს რაოდენობა შეიძლება მოხმარდეს შინაგანი ენერგიის ცვლილებას ΔU1-2-ს, ან აირის მიერ შესრულებულ მუშაობას, ან ორივეს ერთად, ხო, პლუს A1-2-ში. მაგრამ თუ შევხედავთ A1-2-ს რა თქმა უნდა, A1-2 ნულია და მოდი შეგვიძლია ეს არც გავითვალისწინოთ. ეს კი, ანუ ეს ტოლი იქნება U2 - U1. რა თუ გავითვალისწინებთ რომ ზოგად ფორმულას უსთვის U ტოლი არის 3/2pv U2-ისთვის რას მივიღებთ? ეს ტოლი იქნება U2-ისთვის გვექნება 3/2 p2v2 ამას კიდე გამოაკლდება, მოდი აქეთაც 3/2 უნდა დავწერო და ამას გარეთ გავიტან, კარგით? აქ გარეთ რო გავიტან და U1-ისთვის იქნება 3/2, რომელიც გარეთ მაქვს გატანილი p1v1. ეს ტოლი იქნება 3/2 ჯერ p2-ში შევხედოთ სად არის p2, აი p2 3p0 გამრავლდება ეს v2-ში v2 სად არის v2, აი v2 აგერ არის v0-ზე. ამას გამოაკლდება p1-ში არის p0 ჯერ და v1-ში არის v1-შიც v0 არის, კი ბატონო, v0. ეს ტოლი იქნება 3/2 ჯერ 3p0v0-ს რო p0v0-ს გამოვაკლებთ, მივიღებთ 2p0v0-ს. კიდე გამრავლდება 2p0v0-ზე. ესენი აგერ შეგვეკვეცა და დაგვრჩა 3p0v0. შესაბამისად, მესამესთვის მესამეა, ხო, კი ბატონო, q მიღებული სითბოს რაოდენობა ერთო პროცესში ტოლი ყოფილა 3p0v0-ის. გადავიდეთ ახლა მეოთხე ნახოთ, აბა. მეოთხეში რა ხდება? მეოთხეში უკვე 2-3-ში ვეკითხებიან, ხო? ესე იგი, მეოთხეში ვეკითხებიან უკვე 4-3-ში. ფულს ვეკითხებიან უკვე 2-3-ში უკაცრავად 2-3. ეს იქნება ანალოგიურად, ხო? დელტა U2-3-ში პლუს A2-3-ში. აქაც U2-3-ში იქნება საბოლოოს მინუს სხვაობა, ხო? U3 მინუს U2 პლუს A2-3-ში. ეს ტოლია. U3-ში იქნება, აი ამ ფორმულას ვიყენებთ. 3/2 p3v3 გამოკლებული ფრჩხილების ჩავსვათ. U2-ში იქნება p3/2 უნდა დავწერო, მაგრამ გარეთ მაქვს გატანილი p2v2 კიდე A2-3 ეს უდრის. რა იქნება ახლა ეს 3/2 გვექნება. p3v3 რამდენია? p3, აბა ვნახოთ, p3-ში აი აქ არის 3v0, 3p0 უკაცრავად 3p0 გამრავლდება v3-ში არის 5v0-ზე, ეს 5v0 გვექნება, გამოაკლდება p2-ში, სად არის p2? p2-ში 3p0-ია, 3p0 ჯერ v2, ხო, v2, სად არის v2? აი აგერ აქ არის v0-ზე გამრავლდება და დაემატება A2-3-ში და A2-3 სად აქვს? აი ხო გამოვთვალეთ, 12 იყო, ხო, 12p0v0 იყო. შესაბამისად, რა რჩება ახლა? ჩვენ აქ 3-ჯერ 5 არის 15, ესე იგი 15p0v0-ს კიდე აკლდება 3p0v0, 15-ს რო 3-ს გამოვაკლებთ 12 დაგვრჩება. ეს 12 და 2 შეიკვეცება 6 დაგვრჩება და 3-ჯერ 6 18-ია. ანუ 18p0v0-ს კიდე ემატება 12p0v0. არის 30, ხო? 30p0v0 გამოგვივიდა ესეთი რაღაცა. კი ბატონო. ესე იგი დავწეროთ. მეოთხე, ხო? მეოთხე. ესე იგი რა გამოგვივიდა ჩვენა? q გამოგვივიდა, მიღებული სითბოს რაოდენობა 2-3-ში 30p0v0. და გვინდა ახლა ჩვენ 1-2-3 ერთ პროცესში აირის მიღებული სითბოს რაოდენობა. ესე იგი რა გვაქვს მეხუთეში შევხედოთ.
მედი აქ დავტევ ახლა მას, ასე. მეხუთეში გვაინტერესებს 1 2 3 ერთ პროცესში აირის მიღებული სითბოს რაოდენობა. ესე იგი Q გვაინტერესებს თლიანი ციკლის განმავლობაში, რადგანაც ციკლი ჩაკეტილი არის, ამიტომ ეს პირდაპირ ტოლი იქნება Q1-2 პლუს Q2-3 პლუს Q3-1-ში, ასე ბატონო ჩემო. და ეს ის ტოლი იქნება ახლა, ეს ტოლი იქნება Q1-2-ში დათვლილი გვაქვს 3 P0 V0-ია, დაემატება Q2-3-ში დათვლილი გვაქვს 30 P0 V0-ია. და ამას კიდევ უნდა დაემატოს Q3-1-ში და მოდი Q3-1-ში სარკე დავთვალოთ რის ტოლი იქნება. Q3-1-ში ტოლი იქნება დელტა თერმოდინამიკის პირველ კანონს წერთ 3-1 პლუს მუშაობა 3-1 ეს ტოლი იქნება U1 მინუს U3 ხო დამატებული A3-1-ში ეს ტოლი იქნება 3-2 ნახოთ ესე იგი P1 B1 დავწეროთ P1 B1 მინუს P3 B3 პლუს A3-1-ში ეს ტოლი იქნება 3-2 P1-ში არის P0 V1-შიც არის P0 ესე იგი P0 V0 გვექნება გამოაკდება P3-ში არის 3 P0 3 P0 ჯერ 3 P0 ჯერ V3-ში არის 5 P0 5 V0 და ამას კიდე დაემატება A3-1-ში A3-1-ში არის მუშაობა სამი პროცესში -8 P0 V0 აგერ P0 V0 და ეს ისტორი გამოგდის P0 V0-ს რო გამოაკდება 3 ჯერ 5 არის 15 აი აქ მივიღებთ -14-ს -14 და 2 შეიკვეცება -7-ია 3 ჯერ -7 მოგცემს -21 და -21-ს რო კიდე გამოვაკლეთ 8 P0 V0-ს ჯამს მივიღებთ -29 P0 V0 ანუ ამას კიდე უნდა გამოვაკლოთ ახლა ჩვენ 29 P0 V0 და ეს ტოლი გამოგვდის 3 + 23 და კიდე 4 ხო 29 რო გამოკლდება 4 P0 V0-ის ტოლი კი ბატონო ესე იგი საბოლოოდ დავწეროთ მეხუთეს პასუხი მეხუთეში გვექნება Q თლიანი ციკლის განმავლობაში 1 2 3 1 ტოლი ყოფილა 4 P0 V0-ის